გამარჯობა მეგობრებო, დღეს მოგიყვებით თუ როგორ გავაქრე ჭიანჭველები ამ ადგილზე ძალიან სწრაფად და რას მიშლიდან ხეს ჭიანჭველები მე ხა ყველას ვეუბნები ხოლმე რომ რას გიშლით ჯერ მე ხა ბუგრის გამო არა ბუგრის არ მეშინია არანაირად შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ ცოტა ოდნავ შეიძლება რაღაც ნახოთ ერთ-ერთ ფოტოზე მაგრამ ზოგადად არ არის იმიტომ რომ ბევრი ობობები მყავს და ბევრი რაღაცები ჩოქელა და ჭიამაია და ასე შემდეგ ჭიანჭველები ვინაიდან ნაწილი ნახერხით დავამორჩილე იდაბი ახალი დარგული ენერგიების ქვემოთ აი ვაზი მოდის იქ ხო ამებში გაიკეთეს ბუდე აქ იყო ბუდე აქ იყო ბუდე აქ ეხა მილიარდობით ჭიანჭველა იყო რა რამოდენიმეჯერ მიუშვი წყალი მეთქი წავლენ სხვაგან გადაიტანებენ ბუდეს ხო აი აქაც ბუდე იყო ჭიანჭველების მაგრამ არაფერი არ შევდა და ბოლოს გამოცდილ ხერხს მიმართე ისევე არ მინდოდა მაგრამ მომიწია ჩვეულებრივად აი ესე სახურავს ვიღებ შაქრის ნატეხები ან უბრალოდ პირდაპირ შაქარი და ამაში ჩავასხამთ წყალს ჩავყრით შაქარს მოურევთ გავხსნით და აი სულ ცოტა დაახლოებით 1 გრამ ბორმჟავას დააწვეთებთ აქ, დააწვეთებთ არა რა, ანუ დაასხამთ 1 გრამს დაახლოებით ვასხამ ხოლმე შეიძლება 9 გრამი 1 გრამი. მერე მიიტანთ. სადაც დარბიან ბევრი. აი აქ მეტო. და რომ მიიტანთ, ბალე რო იპოვონ, უბრალოდ ცოტას დაღვრით აქეთ და იქეთ. და დადებთ. ნუ მეორე დღეს შეიძლება დაჭირდეს წყლის დამატება, იმიტომ რომ თუმზიანი ამით არის წყალს აავორთქლებს და ესეთი ძალიან სქელი სიროფი გახდება რა და ამ ბორმჟავიან შაქრის სიროფს წაიღებენ მუშები ბუდეში იქ აჭმევენ ყველას და ყველაფერს და ფაქტიურად მთელი კოლონია იხოცება რა სამწუხაროდ თუმცა სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს ხო ეხლა აქ არ ვიყავი და ნეტა რა როგორ არის შეჭამეთ თორა ლოკოკინები მასალათები ცოცხალია, კომპოსტოები ცოცხალია. კი აქვს ნაჭამი ლოკოკინას და ლოქორას, მაგრამ რავი, ცოცხალია. ასე თუ ის. კარგით, მეგობრებო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს, ხო, ეხლა წავა შეკითხვები, სად იყიდეთ ბორმჟავა. ბორმჟავა ვიყიდეთ აქში. აი ესეთი შეკრა იყო. შეიძლება აბებით იყოს, მაგრამ ეს უფრო კარგად მუშაობს, ბევრად და შეგიძლიათ შეინახოთ ეს ძლებს ძალიან დიდი ხანი რა. პრობლემა არ არის. აბა გამოიყენეთ, ვისაც ძალიან გჭირდება, თორე ზოგადად ჭიანჭველები ცუდი კი არ არის ეზოში რო არიან, მაგრამ უშუალოდ როცა ახალდარგული ენერგიების ძირში იდებდნენ ბუდეს, სხვა გზა არ მქონდა. სხვადასხვა ეს უბრალოდ დაუსვე ვაშლის ტოტები და კვირტები გამოიღო და გაიხარა. ენერგიებმა ყველამ გაიხარა, რაც დავრგე, იმ სიუჟეტი ვინც ნახეთ რუსთავი 2-ის, აქ ენერგიებს ვგავდით და 22 სხვადასხვა ჯიშის ვაზი დავრგეთ. აბსოლუტურად გახარებულია, იშვიათად რომ ჩემმა დარგულმა ენერგიამ არ გაიხაროს და ვაზებიც ყველა გახარებულია გაჩვენებია. ყველა გახარებულია ენერგიები. და ქაოსი მაქვს ამ შენებულ, ხო? ნუ აგროს ყველაზე მოკლედ კეტყვით კაფელი დავაგეთ, ტოლი გადავაგეთ. ჯერ მეტი ფული არა მაქვს. ხო. მე ვნახოთ.